როგორ მოგეწონათ მეგობრებო ჩემი დღევანდელი განხილვა, რომ არ გამიგრძელდეს ეს საუბრები, ხო? მე მოკლე ჩამოვახალიბებ ესე იგი რა წავიკითხეთ დღეს, უცბად დიდი არაფერი მნიშვნელოვანი ისეთი რომ გავიგეთ საქართველოში რომელიც ხოველებზე ნადირობდნენ, რომელიც ხოველი იყო გავრცელებული და რომელიც ხოველებზე ნადირობდნენ და საბოლოო ჯამში ისიც გავიგეთ რომ მეფე არ არის გულღრძო ადამიანი რომელსაც შეშურდება და აი ის უფრო კარგია და მე არა და ვხედავთ რომ მეფე მართალია დაიღრიჯა იმ საკითხზე რომელიც თავის ქალიშვილს დაარიგა და ქალიშვილმა პირდაპირ მნიშვნელობით განუხორციელა თვალწინ იმ წამშივე მაგრამ არ არის გულღრძო როდესაც თავისი ნაზარდი ავთანდილი ჯობნის მას ნადირობაში ხო მე ძალიან მაინტერესებს ეს პირი ვინ არის საერთოდ ავთანდილი, იმიტომ რომ მეფის ნაზარდი, მეფის კარზე ნაზარდი იყო დავით სოსლანი. დავით სოსლანი რატო იყო მეფის კარზე ნაზარდი, არავინ არ იცის. თუ დავით სოსლანი იყო ოსთა მეფის შვილი, თქვენ იცით რომ ოსი ბაგრატიონებიც არსებობდნენ და ნახეთ როგორ არის ახლა დავით სოსლანი არის თამარ მეფის შვიდი თაობის ბიძაშვილი. და როგორ გეტყვით, თამარ მეფის მამის მხრიდან ბებია და დავით სოსლანის დედის მხრიდან ბებია არიან ბიძაშვილ-მამიდაშვილები, მოკლედ ნათესავები არიან. თქვენ იცით რომ დავით მეფე და დავით სოსლანი იზრდებოდა მეფის კარზე, რატო ეხლა ნახეთ, არსებობდა ესეთი გრძნეული ქალბატონი გიორგი მესამის და რუსუდანი. და ეს რუსუდანი იყო აღმაზრდელი, როგორც თამარ მეფის, ისევე დავით სოსლანის, ისევე დემნა უფლისწულის, აი სამი ჩამოთვალე მნიშვნელოვანი პირები. რუსუდანი, როდესაც დაქვრივდა ორჯერ სპარსეთიდან ჩამოსულია, ორჯერ მეფის მნიშვნელოვანი პირის ცოლი იყო, შეიძლება მეფის არა, მაგრამ სულტანის და მნიშვნელოვანი პირის ცოლი იყო, მაგრამ ორჯერვე დაქვრივდა და წამოვიდა ისევ საქართველოში და ნახა რომ ესე იგი ვერსად ვერ გააღწია თავისმა გეგმებმა, ესე იგი რუსუდანი ძალიან მშობნე ქალი იყო, მაგიას ფლობდა ძალიან მაგრად, მეგობრებო. მაგი იყო რა. მე ვეფხის ტყავსანშიც მოიხსენიება და მივალთ მაგ პერსონაჟთანაც. და როდესაც ჩამოდის საქართველოში, ხო? აქ ახლა ვითარება საკვირდება. ვითარება არის ესეთი. გიორგი მესამეს ძე არ აღავს. ქალიშვილი ყავს ხოლოდ და შესაძლებელია ადამიანმა იფიქროს რომ ეს გამოვრიცხეთ უკვე გიორგი მესამე. მართალია რუსუდანის ძმა არის, მაგრამ გიორგი მესამის გაგრძელებას არ აქვს მეფის პერსპექტივა. ამიტომ შესაძლებელია მეფის პერსპექტივობის პირი ყოფილიყო დავით სოსლანი, ამიტომ იზრდებოდა მეფის კარზე. თუმცა დავით სოსლანი, რადგან ოსეთის მხრიდან არის წამოსული, ალანები არიან ოსები, იცით, მისი პერსპექტივაც ნამდვილად არ არის ძლიერი. ეხლა მეფის პირებს განვიხილავ. ასე რომ რუსუდანი მასაც ზრდის, მაგრამ ნახე არის მეფის მემკვიდრე კიდე, კანონიერი მემკვიდრე, ეს არის დემეტრეს შვილი დემნა უფლისწული. დემნა უფლისწული, მეგობრებო, არის ისეთი კაცის შვილი, რომელიც არის მხოლოდ 5 თვე იყო 6 თვე მეფე. ანუ გიორგი მესამის ძმა იყო მხოლოდ 5 თვე მეფე. ისტორიას მოგიყვებით ახლა რა ხდება. როდესაც გამეფდა ეს გიორგი მესამის მამა, როგორც მეფეს შეეძლო რაღაცების ჭრეტა და ხედავს რომ გიორგი მესამე უფრო სამეფო კანდიდატია, უფრო შეუძლია მეფობა ვიდრე მის ძმას. მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი კანონის მიხედვით პირველ დაბადებულს ეკუთვნის გვირგვინი. თუმცა ხედავენ საზოგადოება რომ და თავისი შვილიც რომ მამამისი უფრო გიორგი მესამისკენ იხრება. და მოსწონს გიორგი მესამე. საერთოდ მესამე შვილები, პირველი შვილი იმდენად შეიძლება ძველი ვერ აღმოჩნდეს, ვიდრე მერე დაბადებულები, იმიტომ რომ პირველი ყოველთვის იჩაგრება რა. ესია ყოველთვის. მშობელი სწავლობს პირველ შვილზე და ბევრ შეცდომას უშვებს. ამიტომ პირველი ყოველთვის დაჩაგრულია. ხა ნახეთ რა ხდება. თუ დედის ერთა არ არის. დედის ერთა არ იყო ეს, გიორგი მესამეს გაჩნდა და მესამე შვილია. იმიტომ რომ დავითის მერე რუსუდანი გაჩნდა, რუსუდანის მერე გიორგი გაჩნდა. ნახეთ, რუსუდანსაც ამბიციები აქვს. შუათანა ქალი არის, ანუ შუათანა გაჩენილი და შუათანებს ძალიან დიდი საინტერესო პირები არიან, სხვა შორის მეც შუათანა ვარ. ხო და როდესაც რუსუდანი ჩამოდის საქართველოში, რა თქმა უნდა ამბიციური ქალბატონი არის, ძალიან განსწავლული ქალბატონი არის, ოღონდ არაკეთილშობილი. თავისი შვილი მას ემსგავსება მერე. თამარ მეფის შვილი რუსუდანი ემსგავსება
ბაბუდას, რა ვიცი, ჩანთაბა მაგას. რა ხსაკეთებს ახლა? ხო გაზრდის ამეებს. დემეტრე დემნა უფლისწული იცის, რომ კი კანდიდატი არის, ეს არის 100%-იანი მემკვიდრე, იმიტომ რომ გიორგი მესამე დაპირებულია დავის ძმას, რომ და საზოგადოებას რომ როდესაც გარდაიცვლება მისი ძმა 6 თვე იმეფეს და გაურკვევლად გარდაიცვლება გაურკვეველ მდგომარეობაში ამ დროს დემნა უფლისწული არის პატარა ჩვილი და იტყვის გიორგი მესამე რომ სანამ დემნა უფლისწული ზრდასრული გახდება მანამდე მე ვიმეფებ და შემდეგ გადავცემ მას ჩემს პოზიციასო. ხო და როდესაც ესე უკვე დემნა უფლისწული გახდა ზრდასრული და ორბელები ხედავენ რომ ეს დემნა უფლისწული საინტერესო პირი არის იმ მხრივ რომ თავისი შვილი დააქორწინეს მასზე, ხო? სიძეთ დაისვეს. ორბელებს უკვე ამბიცია გაუჩნდა რომ რატომ ახლა უკვე არის ეს პირი რომელიც მეფე უნდა იყოს და პოზიციის დაჭერა უნდათ ამ ორბელებს და ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი პირებად უნდათ რომ ჩამოყალიბდნენ და მეფეს უკვე ზეწოლას უკეთებენ, რომ ახლა დროზე ქენი და შენი განაპირები შეასრულე. და ეს მეფე აჯანჯღლებს რა, რომ ჯერ დრო არ არის მაგისი, ხედავს რომ დემნა უფლისწული სუსტია და მეფის კანდიდატობას ვერ წარიყო, ანუ ვერ ითავებს და ამიტომ ელოდება რომ ეს დემნა უფლისწული გახდეს ძლიერი. ამასობაში მეფე არის ომში, ორბელები ვერ ისვენებენ, ცეცხლი აქვთ ანთებული და ერთ ადგილში და მეფე როდესაც წავა ომში არის, იბრძვის სამშობლოსთვის. შეიკრიბებიან ესენი ორბელები ძალიან ბევრი იყვნენ და სხვათა შორის სადაც ახლა მე ვცხოვრობ იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. და აზეულას თაზი ავლენ და იქ მეფეც არც კითხავენ მეფეს გიორგი მესამეს არც დაელოდებიან ესე მხდლურად აიყვანენ ეპისკოპოს იმ დროინდელს და თავზე დაასმევინებენ გვირგვინს, ანუ გაამეფებენ. ესე იგი გიორგი მესამე ხო მეფეა საქართველოში 1177 წელი არის ეს. და ეხლა დემნა უფლისწულიც მეფეა. ანუ 1177 წელი საქართველოს აქვს 5-თვიანი ორმეფობა. საუცხო ორმეფობა, იმიტომ რომ ეს მეფე დემნა უფლისწული მხოლოდ აზეულას მთაში გამოკეტილები არიან, იქიდან არ გამოდიან. და როდესაც ეს მეფე გაამეფებენ ამას, გიორგი მესამე გაიგებს ამ ამბავს, რომ რაღაცა ხდება საქართველოში აჯანყებაო და ისაო და წამოვა იქ მთელი ჯარით. შემოიერთებს კიდევ სომხებს და მიმდებარე ტერიტორიაზე ვისთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მთელი ჯარი დაადგება ამათ ამ აზეულას მთაზე რა და ეუბნება რომ ისო რას აკეთებთო რა? ბიჭო მოკლავთო, შანსი არ გაქვთ. რას აკეთებთო? გამოდით და მოვილაპარაკოთო, ბოლოს მოგიტევებთო რა და ისინი ჯიქებივით რა, გაჯიქდნენ იქ შიგნით. არა და არა, 5 თვე გავა. მეფე გარეთ დგას თავისი ჯარით 5 თვის მანძილზე, ისინი შიგნით. 5 თვის მანძილზე არც ერთი არ წავიდა, არც ერთი ორბელი დაძავებაზე რა. საბოლოო ჯამში დემნა უფლისწული გონიერი პიროვნება აღმოჩნდა და მიხვდა რაშიც იყო საქმე, რომ ამ ორბელებს არანაირი ინტერესი არ აქვს სახელმწიფოს გადარჩენის და იყენებენ დემნა უფლისწულის პოზიციას რა, თორე ის არ გადმოძვრებოდა იქიდან. შანსი არ არის და მეფეს არ ჩაუვარდებოდა მუხლებში. ხედავს რომ უკვე საქართველო ორად იყოფა. ორბელები მოითხოვენ რომ ისო ნახევარი საქართველოს ჩვენ მოგვეციო და ნახევარი საქართველოს მეფე შენ იყავიო, პრობლემა არ გვაქვს გესმის? და გაგიჟებულია გიორგი მესამე რერებს ლაპარაკობთ რომ ბოდავთო ხალხო. ამასობაში ამათ გაგზავნილი ყავთ ორი პირი, ანუ ორბელებს შიგნიდან გაგზავნილი ყავთ ორი პირი, რომ დამხმარი ჯარი ჩამოიყვანოს კიდე საიდანღაც რა და სანამ ისინი ჩამოაღწევენ საქართველოში იმ ჯარებით გიორგი მესამის პერიოდში, აი ნახე რას აკეთებს დემნა უფლისწულის გონივრულობა სად არის აქ და თავგანწირულობა მინდა გითხრათ მეგობრებო რა. დემნა უფლისწული ხო მიხვდება ამ ყველაფერს და ხედავს რომ აქ არაფერი კარგი არ ხდება. ამ დროს არის დემნა უფლისწული პატარა ბიჭი. და პატარა ბიჭი რას ნიშნავს? 20-21 წელი, შეიძლება 18 წლისაც. გესმით? და ნახეთ რა ხდება. გადამოძვრება. სიკვდილზე წავა. აი დემნა უფლისწულმა იცის. და შესაძლებელია რომ ივარაუდოს რომ მეფე შეიწყალებს, მაგრამ პრინციპში სიკვდილზე მიდის იცის. გადმოძვრება იქიდან მივა მეფესთან და პატიებას თხოვს. მეფე გაკვირდება კაცო, რეებს მთხოვთო რა. აგერ თქვენ ვინც გაამეფეთ და ვისი იმედიც გაქვთ, აგერ ჩემთან არისო და რაღა გინდათო ამ ორბელებს ეუბნება. და ორბელები მაგრად დამარცხდებიან. ეხლა ნახე, მეფის მდგომარეობა აქ არის. ორი მეფეა. ერთმა მეფემ მეორე უნდა შეიწყალოს.
გიორგი მესამეს არ შეუძლია თავისი შვილის მოკვლა. ანუ დემეტრე უფლისწული თავის შვილად იზრდებოდა, პრინციპში მეფის კარზე იზრდებოდა, მასთან ერთად იზრდებოდა, რუსუდან იზრდიდა მას თავისი და მისი შვილია რა, ერთი სიტყვით. მაგრამ ისეთი რაღაცა გაუჩალიჭეს ამდენმა უფლისწულს ამ ორბელებმა, რომ არ იცის მეფემ რა გააკეთოს. ვერ დასჭის, თვითონ ვერ დასჭის, იმიტომ რომ არ შეუძლია. ამიტომ ადგება და გადასცემს სასამართლოს. სასამართლო იმ დროს იყო მეგობრებო, იმიტომ ვიძახი 30,000 კაცი მოკლა მეთქი ეკლესიამ, რომ იმ დროს სასამართლო იყო ეკლესია. ეპისკოპოსები იყვნენ და აი მეუფეები იყვნენ სასამართლო. და გადასცემს ამათ და იმის იმედით ალბათ რომ შეიწყალებენ კაცო ქრისტიანული სახელმწიფოში ცხოვრობთ. შეწყალების სახელმწიფოში. მეფეს არ აქვს უფლება რომ შეიწყალოს, იმიტომ რომ ისტორიაში ძალიან ცუდ რაღაცას გააკეთებს თუ შეიწყალებს იმ აჯაყებულს. აჯაყებულს ან თავისი პოზიციიდან გადმოსახედიდან მეფე იმდენად გაურკვევლობაშია რომ საბოლოო ჯამში გადასცემს პილატეს როლში არა ხელებს დაიბანს და ეკლესიას გადასცემს თქვენ გააკეთეთ რაც გინდათ თორა. დემნა უფლისწული ამ დროს არის შეგვიძლია ვთქვათ რომ არის მაცხოვრის როლში და რაც გააკეთებს ეკლესია არ გაინტერესებთ? საშინელებას მეგობრებო, საშინელებას გააკეთებს. გადაწყდება რომ უნდა დაისაჯოს ყველა. არა მხოლოდ ის აჯანყებულები, არამედ მათი ოჯახები, არც შვილები არ დაინდოთ, არც შვილებს არ დაინდობენ, არც მოხუცებს, ყველას მოკლავენ. ყველა ორბელს გამოიყვანენ, მათ ნათესავებს, მათ ყველა იმ აჯანყებულებს და ყველას დახოცავენ. ეხლა წარმოიდგინეთ მეგობრებო 30,000 ადამიანი არ არის 30,300 30,000 ადამიანი არის 30,000 ადამიანი. დემნა უფლისწულს არ მოკლავენ, შეიწყალებენ ვითომ, მაგრამ დაასაჭურისებენ. დასაჭურისება იცით ხომ რა არის? დაკოდავენ და თვალებს ასთხიან. აჯანყებულები და მტრად შეირასხნენ, მაგრამ ეხლა მეფეს წარმოიდგინე, ამირ სპასალარი იყო. ამირ სპასალარი აუჯანყდა. ამირ სპასალართან როგორი კარგი ურთიერთობა ჰქონდა მეფეს ამდენი წლის მანძილზე წარმოგიდგენიათ თქვენ? ეხლა მეფის პოზიციაზე ვიმსჯელოთ, მეფის მდგომარეობაზე და საერთოდ შინაგან მდგომარეობაზე, მეფეების შინაგან მდგომარეობაზე არ მსჯელობენ ხოლმე, იმიტომ რომ მეფეები უნდა ყოფილიყვნენ როგორც რკინა ისე, არ უნდა დაენახებინათ კაცობრიობისთვის ის მოწყენილია, დარდობს, შინაგანი ემოციები არ უნდა ენახებინათ გარე სამყაროსთვის. და საერთოდ შინაგან ემოციებს ისე ზრდიდნენ მეფის შვილებს, რომ აი ყოდავდნენ პირდაპირ შინაგანი ემოციების გარეშე, პირდაპირ ქვებს ზრდიდნენ. და ამიტომ თამარი ეგრე არ გაიზარდა. თამარი როგორც ქალი ისე გაიზარდა. ამიტომ არის თამარ მეფის დროს, რომ ოქროს ხანა ჩამოყალიბდება. დედის გული აქვს და ემოციები აქვს ქალს. ისი არ დაკოდილა, ის არ გაზრდილა, როგორც ყველა მანან დანარჩენი მეფე გაიზარდა, გესმის საქართველოს ისტორიაში. არ დაკოდილი ადამიანია, ემოციებისგან არ დაკოდილი ადამიანია და ამიტომ არის 12 საუკუნეში კიდევ ეს სიძლიერე, რომ ემოცია შემოდის ქვეყნის მასშტაბით. ემოცია. ეხონერგია, ეხლა ემოცია უკვე. 20 რამ ემატება, შინაგანი რამ სულიერს. მაგაზე მე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ეხლა რა ხდება? თამარ მეფე ამ დროს საერთოდ აი წარმოუდგენელი პირი არის, სამეფო კანდიდატი არანაირად არ განიხილება თამარ მეფე, მაგრამ საოცრება რაც არ უნდა იყოს, ვეფხის ტყავსანი იზრდება კი და იწყება ზუსტად მაგ პასაჟით, რომ თუმცა ქალია, მაგრამ მზემისგან საწუნარია. თუმცა არც ძე მყავს, მაგრამ აგერ ჩემი ქალიშვილი დავსვათ, კარგად იცის მეფობა. ამბობს რუსტევანი. ნახე საიდან იწყება? ისეთი მდგომარეობიდან იწყება, რომ მეფეს უხდება საზოგადოებაში თავისი ქალის შვილის სიტყვის დამკვიდრება, სიტყვით ძალით დამკვიდრება ჯერ, მერე გაამეფებს. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თამარ მეფის დედა ამ პერიოდში გარდაიცვალა. როგორც მე წავიკითხე ერთი წყაროს მიხედვით თამარ მეფის დედა, როგორც კი გაამეფებენ თამარ მეფეს, მეორე დღესვე გარდაიცვალა. რუსუდანზე ვსაუბრობდი, ხო? ეხლა რუსუდანის როლი რა არის აქ? რუსუდანმა იცის, რომ დემნა უფლისწულის გამეფებით ორბელები არიან და ორბელებს ვერ შეეტენება. თამარ მეფე ქალია. დავით ოსმანი კიდე იმდენად ძლიერი კანდიდატი ვერ არის გამეფების. რა ხდება ეხლა? როგორ ხდება ის, რომ გიორგი მესამე გადაწყვიტავს, რომ თავისი ქალიშვილი, ერთადერთი სათუთად ზრდილი ქალიშვილი გაამეფოს. მე პირადად მგონია, რომ აქ მაგიური ჩარევა არის. და რუსუდანის ფათურია, ხელების ფათურია აქ. რუსუდანის ხელების ფათურის მიხედვით
თამარ მეფეს ამეფებენ. და ქალი ტირის და მოსთქვამს არ ემეტება თავი მეფედ. როცა გამეფებენ თინათინს, ანუ თამარს. რუსუდანი მერე ძალიან დიდ როლს თამაშობს მათ. ვნახავთ, ყველაფერი გამოჩნდება ვეფხისტყაოსანში ვინ არის რუსუდანი და რა როლს თამაშობს მათ. წინასწარ არ ვილაპარაკო მეგობრებო, ხო? აი, ხომ გეუბნებით რომ ამ დროში ჩახედვამ მე ძალიან ბევრი რამე გამაგებინა საქართველოს შესახებ. მე-12 საუკუნეში ჩაჭყიტვამ რა. თამარ მეფის პერსონაჟის განხილვამ. გიორგი მესამის პერსონაჟის განხილვამ, რუსუდანის თვისებების გაგებამ. დავით სოსლანი საინტერესო პირია საერთოდ ძალიან. დავით სოსლანზე ბევრს არ ლაპარაკობენ, გესმის დავით სოსლანზე. მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი პირია, რომ აი მე გაირკვევა, გეტყვით ყველაფერს. და თამარ მეფის შინაგან მდგომარეობაზე არც ერთი არ ლაპარაკობენ. თამარ მეფე ვიცით რომ მეფე იყო და მაგარი ქალი იყო და ასკეტი იყო, მაგრამ შინაგან მდგომარეობაზე არც ერთი ისტორიკოსი არ ლაპარაკობს. არ იცნობს და იმიტომ არ იცის ვინ იყო თამარი. იცის რომ აი თამარ მოიგო ისომი, ესეთი იყო, ესე აკეთებდა, ეს თქვა და რაღაც ჩახოული აქვს, რაღაც თამარის რაღაც მოკლე დიალოგებზე, რომ გამეფების დროს რა თქვა, მე იქ რა თქვა იმ დროს, როცა აქორწინებდნენ და მე, всё, ეს იყო და ეს თამარი, მეტი კი არაფერი თურმე. და თამარს სამხელო ბრძოლები აქვს. ეს არც ერთმა არ მოყვა. აჯანყების ხო, როცა გამეფებენ, იქ მთელი დასი დადგება, აუჯანყდება თამარის მეფობა არ სურს. და თამარი მერე გადაწყვეტს ესე და ესე გონიბრულად მოიქცევა და ის თურმე ის და ეგ იყო და ეგ თამარი მეტი არაფერი. ძალიან ზერელეთ ვიცნობთ თამარს. თუმცა ყველა მეფეს ძალიან ზერელეთ ვიცნობთ, არა მხოლოდ თამარს. ჩვენ არ გვაქვს იმაზე დრო რომ ჩვენი მეფეების სულისკვეთებები გავიგოთ როგორ ცხოვრობდნენ და რანაირად არსებობდნენ, აზროვნებდნენ, მაგრამ ჩვენ დრო გვაქვს იმის რომ ყოველდღიურად ესე იგი 500,000 რეკლამა გადავიღოთ და შევხედოთ ამ რეკლამას და გამოვიტვინოთ თავი და ვისაუბროთ მხოლოდ ნეგატივზე და იმაზე რომ კოვიდი ჩვენ მოკლავს და ავიცრათ უნდა და იქ იმას ევროპაში უნდა შევეტენოთ და იქ რუსეთს უნდა შევეტენოთ და ამაზე დრო გვაქვს, მაგრამ იმაზე რომ რასაკეთებდნენ, ვინ იყვნენ ჩვენი მეფეები, ამაზე დრო არ გვაქვს რომ ვისაუბროთ. და ვინც ამაზე საუბრობს, მოიწერა დროში ჩარჩენილია. წავედი ხოლმე მეგობრებო. შემდეგ ლექციაზე ვისაუბრებთ ვეფხისტყაოსნის უცხო მოყმის ნახვის შესახებ. აი ეს ჯარი რომ უცხო მოყმეს ნახავს. დამიწერეთ მეგობრებო, ძალიან გთხოვთ. როგორ მოგწონთ ჩემი ჩემეული ვეფხისტყაოსნის ახსნა. დამიწერეთ, ძალიან სწრაფად ხომ არ ხსნი, ან ძალიან ნელა ხომ არ ხსნი, ან ძალიან ტვინის ბურღად ხომ არ ხსნი, დამიწერეთ მეგობრებო, გამოვკეთდები, ვინ არ ყოფილა შობილინ, შემდეგ გამხდარი შროშანი, რა ვიცი, ხანდახან ავლაპარაკდები ხოლმე ვეფხისტყაოსნის ენაზე. კარგად.